ვაგრძელებთ გადაცემას 2025 წელი მნიშვნელოვანი ეტაპი აღმოჩნდა საქართველოს ციფრული განათლების განვითარებისთვის. ქვეყანაში გაიზარდა ტექნოლოგიებზე ორიენტირებული სწავლების მასშტაბი, გაიხსნა ახალი პროფესიული კოლეჯები. ეს პროცესი ახალგაზრდებსა და პროფესიონალებს აძლევს შესაძლებლობას დაეუფლონ თანამედროვე ბაზარზე მოთხოვნა ციფრულ და ტექნოლოგიურ მიმართულებებს და მიიღონ პრაქტიკაზე დაფუძნებული განათლება. როგორ გამოიყურება საქართველოს ციფრული განათლების ეკოსისტემა, როგორია შედეგები, მიღწევები და სამომავლო გეგმები, ჩვენ სტუმართან გიორგი მარიამიძესთან, სკილვილის დამფუძნებელთან და აღმასრულებელ დირექტორთან ვისაუბრებთ, რომელიც კომპანიის სამომავლო გეგმებზეც მოგვიყვება. მოგესალმებით, ბატონო გიორგი. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ძალიან მნიშვნელოვან თემაზე უნდა ვისაუბროთ და ამისათვის პირველ რიგში მინდა გთხოვოთ საუბარი დავიწყოთ სკილვილის შედეგებით. ძალიან აქტიური წელი გქონდათ წელს, თამამად შეიძლება ითქვას, როგორია ის დაგენერირებული შედეგები, რაზეც უკვე უნდა დააფუძნოთ თქვენი მომავალი განვითარება, რაც ეკოსისტემისთვის, რა თქმა უნდა, იქნება ორმაგად მნიშვნელოვანი. მოგესალმებით, თათია. დიდი მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში, ასევე მივესალმებით ჩვენ ტელემაყურებელს. 2025 წელი ნამდვილად გამორჩეული წელი იყო სკილვილისთვის, ძალიან პროდუქტიულად და ბევრი წარმატებით ჩაიარა. რამდენიმე პუნქტს გამოვყოფ, ესე იგი, კოლეჯის ავტორიზაცია მოვიპოვეთ წელს და უკვე წარმოდგენილი ვართ როგორც თბილისში, ასევე ბათუმში ჩვენი პროფესიული სადიპლომო პროგრამებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, მაილსტოუნი იყო ჩვენი კომპანიისთვის. ეს ერთი და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა ის, რომ ჩვენ მოვიზიდეთ საკმაოდ სოლიდური ინვესტიცია გლობალური წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია ტეზერიდან და ეს ინვესტიცია მოგცემს უკვე საშუალებას, რომ საომავლოდ უფრო მოუმატოთ განვითარების ტემპებს და უფრო ფართო საზოგადოებას შევთავაზოთ მაღალი ხარისხის ტექნოლოგიური განათლება. კი ბატონო, ანუ ეს ინვესტიცია, რომელიც მოიპოვა სკილვილმა, ისევ ჩაბრუნდება, ასე ვთქვათ, განათლებაში, ხომ ასეა, როგორც მივხვდით. აი, ყურადღება გავამახვილოთ პროფესიულ კოლეჯებზე და საინტერესოა, რა პროფესიების დაუფლება შეუძლიათ ადამიანებს და ასევე დაინტერესება რამდენად დიდია, აი, გარკვეული სტატისტიკა ალბათ უკვე გექნებათ. რა თქმა უნდა. ესე იგი, პროფესიული განათლების მიმართულებით დაინტერესება მზარდია. წლევანდელს სტატისტიკას რო გადავხედოთ, დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი იმ ადამიანების რაოდენობა, რომელიც დაინტერესებული იყო და ჩაბარება უნდა და ასე ვთქვათ, პროფესიული მიმართულებით. რაც შეეხება პროგრამებს, ჩვენ სკილვილი, რა თქმა უნდა, ჩვენი თავი პროფილია ტექნოლოგიები და მაგ მიმართულებით ვართ ძირითადად ორიენტირებული და ვთავაზობთ ჩვენ სტუდენტებს ძალიან საინტერესო პროგრამებს. ეს არის ვებ ტექნოლოგიების მიმართულებით, კომპიუტერული ქსელების და სისტემების ადმინისტრირების მიმართულებით, ასევე გვაქვს გრაფიკული დიზაინის პროგრამა და სხვა კიდევ უფრო დამატებით შედარებით რომ მოკლევადიანი კურსები. ძირითადად ფარავთ ყველა იმ მიმართულებას, რაც ტექნოლოგიების მიმართულებით არის დღეს მოთხოვნადი შრომის ბაზარზე. კი ბატონო, სკილვილი ყოველთვის მოქნილი და ბაზარზე ორიენტირებული კომპანია, ასეთია წარმოდგენა თქვენს მიმართ. სწორედ აქედან გამომდინარე, მინდა გკითხოთ, ძალიან დიდია მოთხოვნა პროფესიონალ კადრებზე ტექნოლოგიების მიმართულებით, საკმაოდ მაღალანაზღაურებადი მიმართულებაც არის ეს. მოთხოვნა მიწოდების ბალანს რამდენად ინარჩუნებთ და აი ეს ორი კოლეჯი, რომელიც უნდა დაემატოს, როგორც თბილისში, ასევე ბათუმში, რამდენად იქნება საკმარისი იმისათვის, რომ დაფაროთ არსებული მოთხოვნა. რა თქმა უნდა, ანუ მოთხოვნა იზრდება წლიდან-წლამდე ზრდადია მიმართულებით. ჩვენ ამ ეტაპზე გვაქვს 1350 სტუდენტის, ასე ვთქვათ, ადგილი და მომავალ წელს კიდევ ვაპირებთ მინიმუმ დამატებით 2 ლოკაცია დავამატოთ თბილისში და ასევე ის ინვესტიცია, რომელიც ვახსენე, ეს გვაძლევს ასევე დამატებით საშუალებას უკვე ვაპირებთ მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონულ ცენტრში, რომ ვიყოთ წარმოდგენილი და ეს მოგცემს უკვე საშუალებას, რომ არა მარტო საქართველოში, არამედ ზოგადად რეგიონში დეცენტრალიზება მოხდება ამ შესაძლებლობის, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი.
მნიშვნელოვანი. დიახ, ჩვენ დღესაც გვაქვს საშუალება რომ ონლაინ და ჰიბრიდული სწავლება შევთავაზოთ, მაგრამ რა თქმა უნდა, მაინც ადგილზე ყოფნას თავისი დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს და ამასთან ერთად ასევე დამატებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მუშაობთ განათლების სამინისტროს ექსპერტებთან და ასევე დარგის ექსპერტებთან ერთად, რომ შევიმუშაოთ ახალი პროფესიული სტანდარტები, რომელიც უკვე საშუალებას მისცემს დამატებით, ასე ვთქვათ, საგნები და პროგრამები შევთავაზოთ საზოგადოებას, ეს არის ასევე ციფრული მარკეტინგის მიმართულებით, ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით, ბლოკჩეინ ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით და იმ თანამედროვე თემებით, რაც დღეს ძალიან აქტუალურია შრომით ბაზარზე და ზოგადად ტექნოლოგიების მიმართულებით. როგორ არის შესაძლებელი Skillwheel-ის პროგრამებზე ინფორმაციის მიღება და ჩართვა, რა თქმა უნდა, ამ პროგრამებში რამდენად რთულია ადამიანი გახდეს Skillwheel-ის ამა თუ იმ პროგრამის სტუდენტი და საინტერესოა ასევე რამდენად რა პერიოდულობით ცხადდება ხოლმე მიღება. მადლობა, ასევე მოგესალმებით კიდევ ერთხელ. რაც შეეხება პროგრამებში ჩართვას, ინფორმაცია რა თქმა უნდა ყოველდღე შესაძლებელია ჩვენ ვებგვერდზე skillwheel.edu.g, ასევე ჩვენ სოციალური მედიის გვერდებზე. ძირითადად ესე იგი არის მიღება წელიწადში ორჯერ, ეს არის გაზაფხულში ცხადდება ხოლმე მარტში და ასევე შემოდგომაზე სექტემბერში. თუმცა ეს აქ საუბარი გვაქვს პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე. ამ სადიპლომო პროგრამების გარდა ჩვენ ასევე გვაქვს სასერტიფიკატო კურსებიც, რომელზეც საკმაოდ რეგულარულად ვაცხადებთ მიღებას და ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია ასევე ჩვენ ვებგვერდზე. კი ბატონო და კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი, რომ თქვენი კურსდამთავრებულების 62% არის დასაქმებული, საკმაოდ წარმატებულადაც და ვიცით, რომ ჩვენ ამ მიმართულებაში დასაქმება არის ძალიან ღირსეული შემოსავლის ადეკვატური. კი ბატონო, რა არის Skillwheel-ის გრძელვადიანი მიზანი, ამაზეც ვისაუბროთ და ასევე ერთ წლიან ჭრილში 2026 წელს რას შემოგთავაზებთ? კი ბატონო. ჩვენი მისია და გრძელვადიანი მიზანი არის, რომ შევუწყოთ საქართველოს ხელი რომ ჩამოყალიბდეს როგორც ტექნოლოგიური ჰაბი ჩვენ რეგიონში და მუშაობთ ანუ ამისთვის აუცილებელია გარკვეული ტალანტები არსებობდეს ქვეყანაში და ანუ ამ მიმართულებით ეს არის ჩვენი გრძელვადიანი ხედვა და მისია. ხოლო რაც შეეხება უშუალოდ ასე ვთქვათ რამდენიმე წლების გეგმას, ეს როგორც უკვე ვახსენეთ საწყისში, არის ერთის მხრივ გაფართოება, რომ იყოს წარმოდგენილი არა მხოლოდ თბილისსა და ბათუმში, არამედ საქართველოს რეგიონულ ცენტრებში. და ასევე ახალი თანამედროვე პროფესიული სტანდარტების შემუშავება, რომელიც საშუალებას მისცემს, რომ უფრო მეტი დაინტერესებული ადამიანი ჩავთოთ ამ სფეროებში. და ბატონ გიორგი, ძალიან საინტერესოა თქვენი შეფასება, რამდენად კონკურენტულია გარემო დღეს საქართველოში ციფრული განათლების მიღების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, რადგან თქვენი მიზანი, როგორც გამოიკვეთა თქვენი საუბრიდან, არა მხოლოდ თქვათ ბიზნესის კეთებაა, რაც Skillwheel-ს უკავშირდება, არამედ ზოგადად ეკოსისტემის გაძლიერება ქვეყანაში და რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბებაში თქვენი მნიშვნელოვანი წვლილი შეტანა. კონკურენცია არის, ასე ვთქვათ, ბაზარზე წარმოდგენილი, ანუ არიან ასევე უნივერსიტეტები, არაფორმალური განათლების მიმართულებითაც, პროფესიული განათლების მიმართულებითაც, თუმცა მე მინდა ხაზი გაუსვა, ასევე ერთ მნიშვნელოვან ამბავს, რომ პროფესიული განათლება აქამდე რაღაც ესე ვთქვათ განიხილება როგორც აი თითქოს ალტერნატივა თუ უნივერსიტეტში ვერ ჩავალ დავალ კოლეჯში ასე შემდეგ და მინდა ამ ნაწილში ხაზი გაუსვა იმ ფაქტს რომ პროფესიული განათლება ვფიქრობ 21 საუკუნეში აღარ არის ალტერნატივა არამედ არის თანამედროვე გზა იმისთვის რომ მოქნილად შედარებით მოკლე დროში მივაღწიოთ იმ სასურველ შედეგს რასაც ქვია ვთქვათ დასაქმება და კარიერული წარმატება. კი ბატონო და სწორედ აქედან გამომდინარე, რას ურჩევდით იმ ახალგაზრდებს, ადამიანებს, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს და ურჭოფობს იმაზე, დაუკავშიროს თუ არა თავისი სამომავლო ცხოვრებისეული და პროფესიული გზა პროფესიულ განათლებას. ურჩევდი რომ შემოგვიერთდნენ Skillwheel-ში ისწავლონ რაც მართლა გამოადგებათ და ასევე ხაზს გაუსვა რომ არ არის მხოლოდ ახალგაზრდებზე ასე ვთქვათ საუბარი, ჩვენ გავაკეთეთ ანალიზი ჩვენი სტუდენტების და ნახეთ რომ
რომ 10% ჩვენი სტუდენტების არის ასე ვთქვათ 40 წელს ზევით და ხოლო 40% ჩვენი სტუდენტების არის ასე ვთქვათ 25 წელს ზევით, რაც კიდევ ერთხელ ხას უსვავს იმას, რომ ახალი პროფესიის ასე ვთქვათ დაუფლება არასდროს არ არის გვიანი და ამიტომ კიდევ ერთხელ მოვწოდებ რომ გვერდდნენ და ისწავლონ რაც მართლა გამოადგებათ. კი ბატონო და გამოიყენონ ეს შანსი, რაც მათი ცხოვრების გზის განსაზღვრელი შეიძლება გახდეს მომავალში. პროფესიული განათლება არის მოკლე გზა კვალიფიციური ცოდნის მიღების და ღირსეული დასაქმების დავძინოთ. აქვე ძალიან დიდი მადლობა გიორგი მარიამიძეს, სკილვილის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი იყო ჩვენი სტუმარი.